ეს მე ვარ. ეს ჩემი დის შეყვარებულია. ხოლო ეს კი Subway-ის ტუნას სენდვიჩია. სწორედ ისეთი როგორც მე მიყვარს, ექსტრა ტუნათი და ჰალაპენიოთი. ახლა ბაგით თავდაყირა მივფრინავთ 30 მეტრის სიგრძეზე და ძალიან ძიმედ დავეშვებით. ალბათ გაინტერესებთ აქ როგორ მოხვდი. ეს ყველაფერი რომ მოგიყვეთ, ჯერ სტუდიაში უნდა გადავინაცვლოთ. მოგესალმებით მეგობრებო, ახლა ვარ გეზმოტორში, ვარკეთილის ფილიალში, რომელიც არის კახეთის გზატკეცილზე. ვარკეთილის ხიდებს გამოსდებით თუ არა, ხელმარჯვნივ არის 150 მეტრში ეს შენობა დაახლოებით. ახლა კი დღევანდელ ვიდეოზე. როგორც იცით, 2 წლის წინ ჩატარდა უდაბნო რალი, სადაც მონაწილეობა მივიღეთ ჩემი ფორდით. წელს კიდევ გადაწყვიტეს უდაბნოს რალის ჩატარება და ამჯერად მინდოდა რომ სხვა კატეგორიაში მეცადა ბედი. დაუკავშირდი ავტოგალერის და უთხრა რომ თქვენ ხო ხართ პოლარის წარმომადგენლები და ხართ ამ ივენთის სპონსორები. ბაგით შემიძლია გამოვიდე თუ თქვენს თანახმა იქნებით. ავტოგალერი ბაზარი არაო და რაც შემდეგ მოხდა უკვე ვიდეოში ნახავთ. უდაბნო თბილისიდან 92 კილომეტრში მდებარე ფერადის საოცრება. წელიწადში 363 დღე ეს ადგილი დუმს. 2 დღის განმავლობაში კი აქ თავს იყრიან საქართველოს საუკეთესო პილოტები და მოყვარულები. ერთადერთი მიზნით, რომ უდაბნოს რალიში მიიღონ მონაწილეობა. 2 დღის განმავლობაში ეს ადრენალინ დამოკიდებული თავზეხელაღებულები ერთმანეთს ეჯიბრებიან მანქანის, მოტოციკლის, ბაგისა და კვადროციკლის კატეგორიებში. დადიან მათი ტექნიკის შესაძლებლობების ზღვარზე და ასეფარავენ 250 კილომეტრს. ეს შეჯიბრი არა მარტო პილოტების, არამედ ტექნიკის საუკეთესო გამოცდაცაა. ამ დაუნდობელ გარემოში თითოეული ჭანჭიკი ურთულეს გამოცდას გადის. სათავგადასავლო რალისა და მისი დამფუძნებლის გიგა მურღულიას ორგანიზებით უდაბნოს რალი წელს უკვე მესამე დაიღებს სტარტს. ამჯერად მასში მონაწილეობას მეც მივიღე ბაგის კატეგორიაში. მოვედით მეგობრებო რეგისტრაციაზე. დღეს არის რალის პირველი დღე და ვიკრიბებით რედისონის პარკინგზე. რედისონში გაიმართება ბრიფინგი და ეს არის ბაგი, რომლითაც გამოვდივარ მე. მოკლედ, ახლა ანა შეყვარებული რატო არის აქ? ჭირდებოდა კოპაილოტი, ანუ შტურმანი და იმის გამო რომ შტურმანი უნდა ყოფილიყო გამოცდილი, უთხარი დათოს, მეთქი თუ წამოხვალთქო და რავი, წამოვალო სიამოვნებითო და მე და დათო მივიღებთ მონაწილეობას ამ ბაგით, რომელიც სხვათა შორის მათხოვა ავტოგალერიმ და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო. მეგარი სადა მეტი უნდა მეფიქრა ამ შემოთავაზე. კი, ავტოგალერიმ მათხოვა ეს ბაგი და მადლობა უნდა გადაუხადო. ისინი არიან პოლარისის წარმომადგენლები საქართველოში. სიტუაცია არის ასეთი. ბაგით არასოდეს არ მქონია შეჯიბრზე გამოსვლის გამოცდილება. არც მას არ მქონია ბაგით გამოცდილება შეჯიბრზე, მაგრამ ავტოსპორტთან არის ძალიან ახლოს და ეგ ძალიან დამეხმარება ასე მგონია. ცუდი არის ის, რომ ძალიან წვიმიანი დღე იქნება. ანუ წინ ბევრი ტალახი გველოდება, ბევრი ბუქსაობა გველოდება და ბევრი წვალება გველოდება. ამიტომ მომზადებას მომიწია წინასწარ. ვიყიდე ჩექმები, სპეციალური წვიმის ჩექმები, რომელიც ახლა არ მოცვია. ყველა დაჩვენებ. დომინოში იყიდებოდა ის ბაღში სამუშაო ფეხსაცმელი და ეგ ვიყიდე. კალოში. არა, კალოში არ არის. კალოში რო ყოფილიყო, კალოში ვიტყოდი, ჩექმა. მოკლედ ეგ ვიყიდე და ეხლა მოდი გავიაროთ და გათვალიერებინებთ ბაგს, ვისაუბრებ მის სპეციფიკაციებზე და მერე უკვე მოგიყვებით დეტალურად რისი გავლა მოგვიწევს დღეს, რის მერე რა მოხდება და გონია რომ ძალიან საინტერესო ვიდეო იქნება. წავედით. მოდი გავიაროთ რა ბაგით გამოვდივართ ჩვენ დღეს. ეს არის 2024 წლის Polaris RZR Pro XP, რომელიც არის ტურბინირებული 2 ცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი, აქვს 191 ცხენის ძალა და მშრალი წონა აქვს 799, არა, ბოდიში 798 კილოგრამი. გვაქვს Fox-ის დაკიდების სისტემა, ორკარიანი როა ეგ უნდა აღვნიშნოთ, ორკარიანი ბაგი ძალიან დიდი უპირატესობაა ნებისმიერ შეჯიბრზე, ბევრად უფრო მოქნელია და კარგი სამართავია, მაგრამ პროფესიონალისთვის. რაც შეიძლება ჩვენთვის ცოტა დაბრკოლება იყოს, მაგრამ არა უშავს, ჩვენ კაცები ვართ და გაუმკლავდებით. ამის Fox-ის ამორტიზატორები არის ელექტრონული, რაც ნიშნავს, რომ მათი მართვა საჭიდან შეიძლება და ამით განსაკუთრებით ამაყობს Polaris. Suicide Door-ი. საჭის მარჯვენა მხარეს არის ღილაკები, რომელიც ამ დაკიდების სისტემას მართავს. მარცხენა მხარეს არის ეს 2 ღილაკი, რომელიც მოუდებს, ხოლო მარჯვენა მხარეს არის X ღილაკი, წითელი ღილაკი, რომელსაც შეიძლება რომ პიზდეს ღილაკის დავარქვათ. ეს არის სპეციალურად ერთი მომენტისთვის რა. ბაგის კატაობისას ხშირად შეიძლება რომ ახდე. ამ დროს პრობლემა არის ხოლმე დაშვება, იმიტომ რომ დაშვებისას ძალიან მარტივია რომ დაიმბრე. Polaris-ის ბაგს აქვს ეგეთი ფიჩერი, რომ ამ ღილაკს შეიძლება დააწვე და 4 წამის განმავლობაში ამოგდების ფუნქციას თიშავს. ანუ
ამორტიზატორს გვაქვს ამოგდების ფუნქცია, რომ როდესაც დაიკეცება, ეგრევე გაიშალოს. ამას იშავს და ეს საშუალებას აძლევს ბაკს, რომ ესეთ ცომივით დაეპერტყოს, აღარ ამოტრიალდეს და რბილად დაეშვება და გააგრძელებს გზას. ეს საშუალებას მოგცემს, რომ თავპირი არ დაიმტრიო და რამე არ დაიშაო. ასევე პოლარისებს აქვთ რაით კომანდი, რომელიც თუ რამდენიმე მეგობარი ხარ და პოლარისები გყავთ, საშუალებას გაძლევთ, რომ ერთმანეთს დაუკავშირდეთ, ერთმანეთს ხედავთ რუქაზე გადაადგილებისას და აქ არის სოზღილაკიც, რომელიც თუ რაიმე პრობლემა შეგექმნება, აი მაგალითად ჩარჩი სადმე, ანუ ვეღარ აგრძელებს გზას, დააწვევი მაგ სოზღილაკს და შენი მეგობრებს მიუვათ ნოტიფიკაცია, რომ დაგერხა და მან გაიგებ, ვინ არის შენი ნამდვილი მეგობარი. უკანა მხარეს გვაქვს ზაპასკა, გვაქვს რა თქმა უნდა ძრავა, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის, 2 ცილინდრიანი ძრავი, რაც არის სუბუქი და 2 ცილინდრიანი არის ამოღებული 191 ცხენის ძალა, ეგ ძალიან კარგია, მაგრამ პრაქტიკაში როგორ მუშაობს მაგას დღეს გავიგებთ, იმიტომ რომ წინ დიდი გამოცდა ელოდება ამ ბაგს, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ ბაგით რბოლის გამოცდილება არ გვაქვს, ანუ ჩვენ ამ ბაგს მაგრად ვაწვალებთ და ნახოთ როგორ გაართმევს ამ ყველაფერს თავს. სანამ ბრიფინგი დაიწყებოდა, მე და დავითმა გადავწყვიტეთ, რომ მანქანა მოგვემზადებინა. ძირითადად მე ვმუშაობდი და დათო ახალტურებდა. მოკლედ ეხლა გრძელდება ბაგის მომზადება, ისევ მუშაობთ გულმოდგინეთ ძალიან. ჩემი ყავა სად არის? ბრიფინგი დაიწყება მალე და იქ უნდა გადავიდე მერე. აქ ნაკეცი დაგჭა. აიცა გამოვასწორო რა. ცოტა ხანში ბრიფინგიც დაიწყო. ამ ბრიფინგზე გეუბნებიან ზუსტად რა უნდა გააკეთო შემდეგი 2 დღის განმავლობაში. ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ამ ივენტზე. ჩვენ გუნდში ერთი ძალიან მოწესრიგებული ადამიანია, ხოლო მეორე ძალიან ნიჭიერია, რომელსაც ათლეტური აღნაგობის ძაღლი ყავს. გამოიცადით ვინ დარჩა ბრიფინგზე? ცოტა ხანში ბრიფინგიც მორჩა. გასვლის დრო მოახლოვდა და ჩვენს ბაგის მომზადებას შეუდექით, რომ ტეკდათვალიერება გაგვევლო. ცოტა ხანში უდაბნორალის თანამშრომელი ჩვენი ბაგის შესამოწმებლად მოვიდა. ჩვენ რა თქმა უნდა ბაგი იდეალურად ყავდა წყობში, რადგან ჩვენმა გუნდმა მუხჩაუხრელად იმუშავა. ტეკდათვალიერება გავიარეთ და სტარტისთვის მოემზადეთ. ალბათ ყველას გაინტერესებთ, რატომ მივდივარ რუსთაველზე ბაგით. ამის სასახსნელად ოფისში უნდა გადავინაცვლო. სანამ ვიდეოს გავაგრძელებთ, მნიშვნელოვანია ყველას გვესმოდეს რა არის რალი. რალი არ არის ის, რასაც ბავშვობაში ვთამაშობდით ხოლმე PS-ზე, ეს რომ მიდიხარ მანქანით გრუნტიან გზაზე და ვინც უფრო სწრაფად მივა, ის რო არის გამარჯვებული, ანუ დროს რო ითვლიან. ეგ არ არის რალი. დაკარი რალიც და ზოგადად რალის იდეოლოგია არის ის, რომ ტრასას, რომელიც უნდა გაიარო, აქვს ეტაპები და ეს ეტაპები უნდა გაიარო რაღაც წესების მიხედვით. მოდი ახლა ავხსნათ ეს ყველაფერი დეტალურად. დაგჭირდება გრაფიკა. წარმოიდგინეთ, რომ ეს მთლიანად არის გასავლელი ტრასა. ამ გზას აქვს ჩეკპოინტები. პირველი ჩეკპოინტი არის სტარტი, საიდანაც ყველა იწყებს სიარულს, მეორე ჩეკპოინტი არის სწრაფი მონაკვეთის დასაწყისი, მესამე ჩეკპოინტი არის სწრაფი მონაკვეთის დასასრული და ბოლოს უკვე არის ფინიში. დასაწყისიდან პირველ ჩეკპოინტამდე არ არის აუცილებელი რომ სწრაფად მიხვიდე. პირიქით ეგ შეიძლება ცუდიც კი იყოს. მაგალითად ჩვენ შემთხვევაში იყო ასე. მთლიანი ეს გზა იყო 250 კილომეტრიანი და პირველი ჩეკპოინტიდან, რომელიც არის სტარტი, მეორე ჩეკპოინტამდე, რომელიც არის სწრაფი მონაკვეთის დასაწყისი, უნდა მივსულიყავით 2 საათში. 2 საათზე ადრე თუ მიხვიდოდი, ჯარიმა იყო, 2 საათზე გვიან თუ მიხვიდოდი, მაინც ჯარიმა იყო. ზუსტად უნდა მიხვიდე 2 საათზე. მაგალითად თუ გახვალ პირველ საათზე, უნდა მიხვიდე 3 საათზე. ეს მონაკვეთი არის იმისთვის, რომ განისაზღვროს როგორ ახერხებ ორიენტაციას, რადგან ძალიან რთულია იქ ორიენტაცია და ძალიან მარტივია რომ დაიკარგო. უმეტესობა რალიში აგებს იმიტომ რომ იკარგება და ორიენტაციას ვერ ახდენს და აგვიანებს ხოლმე მისვლას. და მოკლედ დისციპლინა, ორიენტაცია და ტრანსპორტის გამძლეობა. როდესაც პირველი ჩეკპოინტიდან მეორეზე მიხვალ, იწყება სწრაფი მონაკვეთი. სწრაფი მონაკვეთი გრძელდება მეორე ჩეკპოინტიდან მესამე ჩეკპოინტამდე. და აქ უკვე გითვლიან დროს. აქ თან არ უნდა დაიკარგო და თან სწრაფად უნდა იარო. აქ უკვე გამარჯვებული გამოვლინდება იმით, ვინ უფრო სწრაფად ივლის. რაც შეიძლება საფად უნდა მიხვიდე მოკლედ და იქ ჩაიწერენ მესამე მონაკვეთზე უკვე დახვდება ხალხი, რომელიც ჩაიწერს შენ დროს, როდის მიხვედი. მესამე მონაკვეთიდან უკვე ფინიშის ხაზზე გაგიშვებენ, სადაც ასევე გექნება 3 საათი და რალის გააჩნია. ზოგან არის რომ ზუსტად 3 საათში უნდა მიხვიდე და ზოგან არის 3 საათს არ გადააცილო. მაგალითად ჩვენ შემთხვევაში იყო რომ 3 საათს არ გადააცილო და მეგრე მივედით. გამარჯვებული როგორ გამოვლინდება? ახლა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გამარჯვებული გამოვლინდება სწრაფი მონაკვეთების დროის დაჯამებით. 2 დღის განმავლობაში არის ხოლმე რალია, შეიძლება 3 დღე იყოს.
შეიძლება ერთი კვირაც კი იყოს რალი. რამდენი კვირაც არ უნდა იყოს. სწრაფ მონაკვეთებს აიღებენ, დააჯამებენ დროს და ნახავენ ვის უფრო ნაკლები დრო აქვს. ვისაც უფრო ნაკლები დრო აქვს, ის არის გამარჯვებული. თუმცა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯარიმები იწერება ხოლმე. მაგალითად, თუ საორიენტაციო მონაკვეთი, რომელიც იყო ეს პირველი მონაკვეთი ჩვენ შემთხვევაში, გაიარე უფრო სწრაფად ვიდრე უნდა გაგევლო, რამდენი წუთით ადრეც მიხვალ, შეიძლება იმდენი წუთი ჯარიმა დაგეწროს. მაგალითად, ერთ-ერთ მონაკვეთში ჩვენ შევედით რაღაც 17 წუთით ადრე და გქონდა 17 წუთიანი ჯარიმა იმის გამო, რომ 17 წუთით ადრე შევედით. და ეგ არ შეიძლება. ჩვენაგვერია დრო, მან დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ ეს ჯარიმები ჯამდება და ემატება იმ დროს, რაც გქონდა. მაგალითად, თუ შენ სწრაფი მონაკვეთების დრო გქონდა 7 წუთი და ყველაზე კარგი დრო იყო ეს და სხვებს გქონდათ 8, 9, 10 წუთი, შენ თუ სადმე აიღებ ჯარიმას სიტყვაზე 5 წუთიას, 7 დაემატება 5 წუთი და გაგიხდება 12 წუთი და გახვალ ბოლო ადგილზე. ეს არის რალის წესები და ეს არის მიზეზი, რატომაც რუსთაველზე ახლა მივდივარ ბაგით, იმიტომ რომ ნელი მონაკვეთი იყო და რაღაც აწერტილიდან დეზერტილამდე უნდა ჩავსულიყავით და ეს შეიძლება ქალაქზეც იყოს გზა და შეიძლება ქალაქგარეთაც იყოს ეს გზა. არ აქვს მნიშვნელობა. კარგი, მოდი ახლა დავბრუნდეთ ვიდეოში. საიდან? აქედან? აი, იქიდან. კარგი, მადლობა. ადრე გავყოლ ჯარიმა, გვიან გავყოლ ჯარიმა. საფრთხე რა გავიდე? აი და ბაქს არ ვარ ჯერ მიჩვეული, მე მეგონა აქ რაღაცას ვიდებილებდი და მივეჩველოდი. აი, რა გინდა რო გააკეთო? რავი, მოსახვეში ტურნო მოხრიცე როგორ იქცევა, იმაზე როგორ იქცევა, არაფერი არ ვიცი. აი, წავედით ამით დასაშევეს. კარგად ვარ, კარგად. ხო. 48-73-ზე ვართ. ო, არა და რა, კარგად მოვდიოდით რა. მე მგონი ძალიან კარგი დროს დავდებდით რა. იმენა მოვდიოდი გიჟივით. როცა გადარჩენას. მადლობა. ამო დაგიყვან. ბიჭო, არ უნდა დაველოდოთ წესით? ასე რა წესი. დაველოდებით და თუ მოვა ვიღაცა მოვა. აი, რო არ გაგიფუსეთ, გააგრძელოთ. აბა თქვენ იცით ხალხო. დროებით. ბიჭო, არა და რამე გაფუჭებულს არ გავს, მარტო რადიატორია გახეთქილი. არა, მაგრად გადავჭით რა. კი. აი საღო, ამ ბაგს საღოლ ძმაო. ეს ბაგი ყოფილა. იმენა ვედერმა იმუშავა იდეალურად. ვედერმა იმუშავა კარკასმა იდეალურად დაგვიცვა. შვილისთვის ბაგი რომ ენდოება, ალბათ ამასუხეთ. ვიდეოში ვნახოთ ეხლა რამდენი წრე გავაკეთე, არ ვიცი, არ მახსოვს, მაგრამ 1-3-4 წრე გავაკეთე. თან განა გვერდულად. ეს სწორად. მანქანა არის, მაგრამ უკანა ფარი აქვს დარტყმული, მე ცხვირი აქვს დარტყმული. აქ სრულ უიმედობაში ვართ. გვგონია რომ ჩვენთვის ყველაფერი დასრულდა. თუმცა განგებას სხვა გეგმები ქონდა. ჩვენი ავარიიდან დაახლოებით 40 წუთში ჩამოიარა ბაგმა, რომელსაც საბურავი ქონდა გახეთქილი. მან საბურავი შეცვალა და დაბუქსირება შემოგთავაზა. რა საინტერესოა არა, ცხოვრება ყოველთვის მაშინ გვაძლევს ხოლმე შანსს, როდესაც გონია რომ ყველაფერი დასრულდა. სიხარულით დავთანხმდით ამ შემოთავაზებას და გადავწყვიტეთ რომ რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა, დაგვეფინიშებინა.
მოკლედ დაახლოებით 1 საათის მერე გადავხარშეთ, გადმოვხარშეთ და მივხვდით, რომ დაბუქსირებ, უბრალოდ კი არ მივხვდით, მოვიდა მეორე ბაგი, რომელსაც საბურავი ქონა შესასვლელი. საბურავი შეცვალეთ ბაგზე და ეხლა ამას დავიბუქსირებ და წავალთ ბუქსირით ფინიშამდე. მაინც დავაფინიშებთ. არა ერიოს. მოკლედ ჩავოვით ესე და ბუქსირით მივდივართ. ადამიანი, რომელმაც გვიშველა მამუკა ომიაძეა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას. იუჰუ, საქმეში ვართ ისევე. მაგარია, დავაფინიშებთ. დავაფინიშებთ, დასუტირებთ, ბიჭო, აბარა. შეიძლება რადიატორით შევცვალოთ ან გავარებოთ და ხვალ გავულებთ. ხვალ აუ, ხوار გადავსიო. არსაიდან გამოჩენილმა დახმარებამ თავიდან აგვავსო მოტივაციით. 15 წუთის წინ ყველაფერი დასრულებული ჩანდა. ახლა კი გადავწყვეტეთ, რომ ყველაფერი წინაა. ეჯიპტი ჯერ კიდე არ დასრულებულა, იმიტომ რომ როგორ გონდა რომ ყველაფერი დასრულდა? აი, მაშინ გამოჩნდა არა, სხვა რამეს ამბობ, ანუ ჩვეულებრივი მანქანები მოძრაობენ, ანუ შეჯიბრი კიდე მიმდინარეობს. მაგას გოლის ხო? დიდი პაუზა არ მქონია მაინც და მაინც. რა? იმაში რა ქვია, კვალიფიკაციაში გავად ბოლოსე. ჩათროში ჩაგვეფლება რა, ფინიში ჩაგვეფლება. რაც იმაჯინებს რომ შეჯიბრში დავჭებით. ამ ბაგით რა. ეხლა მთავარია რადიატორი მქონდეს ამისი და გავაკეთოთ. აი გამოჩნდა. ეხლა არ ვიცი რამდენი ჩანს, მაგრამ ჩანს. ფინიშზე ვარ, აბარა. ეხლა მივაწოდებ. მიაწოდებ. შეგვისებენ. გადაგემართ, ხალხო. გადავყირავდით სამჯერ. სამჯერ თან. ვიდეო თქვა გადაგებული. მართლა. არა დავაფინიშეთ. მაგრამ თავარი აქ ხართ. ეგ არის მნიშვნელოვანი. და მიაწოდე ერთი. ორ დაშავდით, გამარჯობა. გადავჭით, მშვიდობა გვაქვს. 17 დაიხარეთ. 19 მილიონი. ბანაკში მისვლისთანავე ბაგის შერემონტება დავიწყეთ. აუ, ისა, დავით. მაით ამას შეუწვევი, მე ვერ უდგები და. ბიჭო, 13-იანი კუჩი მინდა იქიდან. მოიცა არა, ვერ. ამასობაში გამახსენდა, რომ როდესაც წყალს ვამოწმებდით, ეგრეთ წოდებული რაშირიწელი ბაჩოკის, ანუ გამაფართოებელი ავზის თავსახურის დაფარება დამავიწყდა. რაც ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით დაბუქსირებისას დავკარგეთ. იაპონურ მანქანებს რომ ტირის, ეგეთი Subaru XS, რავი, ყველაფერს ეგეთი აქვს. ჩვენი გაჭირვება არ გვეყოფოდა, რომ მისტერ ნიჭიერება და გამოცდილებაც მოვიდა. ავიდეთ თქვენი. არა, სალტოები გავაკეთე. აი, არაფერი არ ხდებოდა, გახელ. ვიცი, ანუ დავიდრე. მე სულ დამინახეთ იმით ეს ყნობით გადმოვედი რა. ძალიან ელა გაიარეთ, რა თქო? ასად ხობდი. გახელაზე რომ წავიდა, ახლა პოლარისის თანამშრომლებმა დაგვიწყეს გადაობა. აი, ეს თქვენია უკაცრავად, აი თქვენი. ამ ხუმრობაში უკვე მივედით იმ დონემდე, რომ ნახეთ რა იყო დაზიანებული და მივხვდით, რომ ავტოსერვისის დახმარება გვჭირდებოდა. და ამ დროს ბანაკში საბურავებზე შემდგარი ავტოსერვისი შემოვიდა. Plan B. ასე ქვია ავტოსერვის, რომელიც მოსიარულე ტექ ავტომობილით იყო წარმოდგენილი უდაბნო რალლიზე. ბატონი თემური რადიატორის შეკეთებაში უსასყიდლოდ დაგვეხმარა. მათი ავტოსერვისის ლინკს აღწერაში დავტოვებთ. ეხა მწვადს ჭამს. უბრალოდ გავუკეთე. ესა პროფილაქტიკა მომაკითხავ. ხვალ რომ მოვიგოთ არ გამიგვერდა. ავარიისას მუხლები დავარტყი. იმ წუთას დიდად არ მაწუხებდა, მაგრამ საღამოს მუხლები ძალიან გამისივდა და ტკივილმაც შემაწუხა. ექიმებთან მივედი, მათ კი გულდასმით გამსინჯეს. შეიძლება ითქვას, რომ თან გადამყვნენ. მითხრეს, რომ სერიოზული არაფერია, უბრალოდ დაბეჭდილობაა და რამდენიმე დღიანი კოჭლობისთვის უნდა მომზადებულიყავი. რაც მჭირდებოდა ყველა პროცედურა ჩამიტარეს და გამომიშვეს. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ივენტზე ყველაფერი ძალიან მოწესრიგებული იყო. კვებით დაწყებული, სამედიცინო პერსონალის მობილიზებით დასრულებული. მოკლედ, მეგობრებო, ასე მთავრდება დღევანდელი დღე. გაგვიმართლა, მაგრად. ჯერ იყო და ერთ-ერთ მონაწილეს გზაერია და 1 საათის მერე მოbrunება მოუწია. შეიცვალა იმას საბურავი, დაგვიბუქსირა, მოგვიყვანა აქამდე, დავაფინიშეთ. მე მოხსენით და აღმოჩნდა, რომ რადიატორზე მხოლოდ რამდენიმე არხია დაზიანებული რა. ფეხი მაქვს ნატკენი მე. არ შეშუქდეს სუცივი უნდა მედოს. და ბოლოს მოხდა ეგეთი რაღაცა, რომ რადიატორის ხელოსანი მოვიდა თავისი მანქანიდან, რომელსაც ყველაფერი აქვს მანქანაში და დაგვიწება რადიატორი. მოკლედ, ეხლა მთავარია ხვალ სიარული შევძლო რა, მაგრამ მე მგონი შევძლებ არ არის ესეთი არაფერი. ძრავის ჩეკს რატო ვანთებს? ძრავის ჩეკს რატო ვანთებს? ნახევარი მანქანა არ არის. ულა აქ ალაგი. მაგის გამო ვანთებ და? კარგი, მოკლედ ეს არის დღევანდელი დღე და ხვალ დაგიბრუნდებით სიახლეებით. აქტიკამ ჯერ არ იცის, რომ დღე არ დამთავრებულა და რომ პრობლემები წინელოდებათ. დაქოქვიდან რამდენიმე ხანში დავინახეთ, რომ რადიატორს ისევ გაზდიოდა. როგორც ჩანს, დაზიანება იმაზე უფრო ღრმა აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა. საჭირო გახდა რადიატორის მოხსნა და ისე შეკეთება.
ეს ზუკა უძელაშვილია, ჩვენი კონკურენტი. და ის ახლა გვაჩვენებს, რომ რალი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ შეჯიბრი. ჩვენი რადიატორი უჭირავს ხელში და არემონტებს. მაშინ, როდესაც შეეძლო უბრალოდ წასულიყო და დაეძინა. ხვალ ხომ მასას დიდი და რთული დღეობს. დაახლოებით ღამის 12 საათს ემორჩით რადიატორის შეკეთებას. ავაწყეთ ბაგი და დავტოვეთ. ჩვენ კი სასტუმროში წავედით დასაძინებლად. გათენდა მეორე დღე, ახლა მივდივართ რომ დავისტარტოთ, კი არა და უდაბნოში მივდივართ. კარგად გამოვიძინე სხვადასხვაის და სიტუაცია არის ასეთი. მიგვაქვს წყალი, იმედი გვაქვს რომ დაიქოქება ბაგი. დაიქოქება და დაიქოქება, მაგრამ იმედი გვაქვს რომ იulis დავაგვიანეთ, მაგრამ არა უშავს, ყველამ დავაგვიანა, ეძინათ და იმედია რომ სტარტს ჩაუსვით. ადგილზე მისულებს გვითხრეს, რომ გასვლები უკვე დაწყებული იყო. შეიძლება ითქვას, რომ ბეწვზე მოუსარით. მაშინვე დავიწყეთ გამზადება, რომ ჩვენც გავსულიყავით. დავალაგეთ ბაგი, ჩავასხით საწვავი. გავემზადეთ გასასვლელად და უცბად გაგვახსენდა, რომ გამაფართოებელი ბაგის თავსახური არ გვაქვს. და ჩემ გენიალურ ტვინში, გენიალურმა აზრმა გაიელვა. დეიდა ჩემის მაქადას მოხსენით, აგერა შრიზელი ბაჩოკის კრიშკა. მადლობა, Hyundai. ეხლა ჩქარასულ ეტაპზე არ ვარ, ხო? სტარტიდან დაახლოებით 9 საათში მივხვდით, რომ ბაგმა გუშინდელ დღეს გაუძლო და იმუშავებდა. თითქოს ფორტუნა ჩვენსკენ მოტრიალდა. მივდიოდით პირველი წერტილის სასაღებად, დავითმაც რუქის კითხვა ისწავლა. ირგვლივ კი ფანტასტიკური ხედები გქონდა. ასე ექსესების გარეშე მოვახციეთ პირველ წერტილამდე, საიდანაც უკვე სწრაფი მონაკვეთი იწყებოდა. 3, 2, 1, go! ჩქაროსნული მონაკვეთი საკმაოდ კარგად დაიწყო. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. თუმცა ეს შენობა დაწყევრილი აღმოჩნდა. ახლა თქვენ ხედავთ, როგორ დავდივართ წინ და უკან დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. აქ ყველა დაიკარგა. ბოლოს უკვე ერთმანეთის დახმარებით ვცდილობდით, რომ გზა გაგვეგნო. ვიღაც ფოტოები. ერთი რამ შეიქმნის. ეგორი ეგრევე წავიდეთ. მე მგონი ისე უნდა წავიდეთ, ხო? просто გრადუსი არ ემთხვევა, ესე რომ დადგებია 75 გრადუსი უნდა იყოს და ეგ არის. გრადუსები ზაკულობს რა ენაღლო. კაი, სახთან რომ მოდიხარ, ხო პირდაპირ გიშონებს ახლა და მე რაღაც გზას უნდა დაადგე, მარჯვენა მხარეს გაუხვი. გზა და პირდაპირ იარეო და რა ვიცი. გზას არ არის, მან სახლიდან რომ მოდიხარ. ან რაღაცა წვეტილი რო არის, ძალიან ცუდი გზა უნდა იყოს და მე ვერთნება გზასო და ის იქნება. აქედან ახლა ის რო გადავა ამთაზე, ეგრევე აზერბაიჯანშია და აქედან არ წაგვიყვანდნენ. ჩემი ლოგიკურად ვიმსჯელოთ და ბა არის აქ, ბას უნდა უვაროთ მარჯვნიდან, მე მგონი იქით არის რა. აი, გზებით უნდა ავიდეთ რა, ნახე, კვალიც არის რა. რუკაში და მე დინარის წინ ვარდია. დინარე არის, ეგერ არის დინარე. აი ეგერე, პატარაო. დინარე არ არის რა, დამშრალი ის არის რა. ანუ იმ გზაზე ვარ, ის გზა კაი გზა. მიდი ჩათქვევით ხა და აგერ შეხედა გზა არის რა. გაყევი და ტრას მოვუაროთ ეგეთ ავიდეთ. ამაზე უნდა გადაიარონ დინარეო და ეგეთ. აი, ჩვენ არ აგვაქვს ეგ კათიშვილი ვარ. აბა ნოუთბუქის გარეშე რა არის? რა, აი ზებირად დავდივართ. PDF-ით დავდივართ, ოღონდ მართლა. აპლიკაციამ გაუბერა და რეფრენს აკეთეთ. ამ დროს ჰორიზონტზე რაპტორი დავინახე, რომლის ბრძოლებსაც ვიცოდი, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდათ რალიში და ისინი აუცილებლად სწორი გზით წავიდოდნენ. ამიტომ გადავწყვიტე უბრალოდ, რომ მათ გავყოლოდი. გარდა იმისა, რომ რაპტორმა სწორგზაზე დაგვაბრუნა, წინ საოცარი ხედები გველოდა.
ძალიან წარმატებულად ჩავამთავრეთ. ჩეკპოინტი ავიღეთ და დავიძარით ფინიშისკენ. ყველაფერი თითქოს გეგმის მიხედვით მიდიოდა. სანამ ეს ხმა არ გავიგე. საბურავი გადაგვიძვრა. ჩვენ კი კანჩი არ გქონდა. არც დონგრატი თქვენ წარმოიდგინეთ. სამაგიეროდ ისევ გადავასარით ყველას და პირველები ვიყავით. ანუ ყველამ ჩვენს მერე ჩამოიარა. ზოგმა კანჩი მოგცა, ზოგმა დონგრატი. საბურავი შევცვალეთ და გზა გავაგრძელეთ. ეს საინტერესო ფაქტი კიდევ ისაა, რომ ეს ინციდენტი ფინიშამდე სულ რაღაც 5 კილომეტრით ადრე მოგვივიდა. ანუ მალევე დავაფინიშეთ. ახლა თქვენ რო იარეთ ეგეთ დროში ვინ ესე ულოსო არ მინახავს. კარგი, ახლა მოდი მეორე დღეს რა მოხდა მაგაზე შევაჯამოთ, ჯერ შუა დღეა. კაია ჭამა. ესე იგი, დილით ჩამოვედით თუ არა, ეგრევე გასვლა მოგვიწია, ცოტა დავაგვიანეთ და დაგვიანებით გავედით. საკმაოდ კარგად ვიარეთ, მინდა ვთქვა. პრობლემები შეგვექნა ბევრი გზაში, საბურავი გადაგვიძვრა ყველაფერი, ეგ ყველაფერი ვიდეოში უკვე ნახეთ, მაგრამ როდესაც მოვედით, გიორგი გახელაძე შეგვხვდა და მაგან დროს რო ჩახედა, რას ამბობთ, ესე კარგად იარეთო? მეორე დრო, ჩემს მერე ყველაზე კაი დროაო, რაც ვნახეო. ძალიან მაგრად ვიარეთ რა, მოკლედ და. კი, აი ძალიან მაგრად ვიარეთ და ნახოთ უბრალოდ რა იქნება რა, თუ რამე ჯარიმა არ გვაქვს, წესით ძალიან კარგ პოზიციაზე ვართ. ბაგი იქცევა ძალიან კარგად. ანუ ყველას რო ეგონა რომ უკვე დამთავრდა, არაო, ჯიგრებო, ეგრე არ არისო და ხოძზია, ჩვენი ძმა. დავაწებეთ აქ. რადიატორი იყო გახეთქელი და გუშინ დაგვეხმარნენ აქ და დავაწებეთ და ეხა ხოძზია. დავი, ჩვეულებრივად დავდივართ. რა თქმა უნდა, ისე აღარ დავდივარ, როგორც გუშინ ვიარე. ცოტას უფრთხილდები, კი არა და კარგად უფრთხილდები, იმიტომ რომ მაინც რავი გადავტრიალდი რა და შეიძლება რაღაცა ისეთი იყოს, რაც არ ვიცით, ხო? ამიტომ შედარებით და დავდივარ. ისე კი რაც შემიძლია ვთქვა არის, რომ ძალიან მაგარი გასართობი რაღაცა. აი ძალიან მაგარია. აქამდე ეს რანაირად არ მქონდა გასინჯული, არ ვიცი. აი ძალიან კარგია. და თან უსაფრთხოც არის, იმიტომ რომ რავი, რამდენი მეტრი ვიფრინეთ დავით დაახლოებით? 40 მეტრი ვიფრინეთ, 9 სართულიანი შენობა და კიდე ცოტა მეტი ვიფრინეთ ესე სიგრძეზე და რავი, აი ჩვეულებრივად ვართ რა. არაფერი. ცოცხლები ვართ, რამე არ გჭირს ახლა ისეთი რა, სერიოზული და პატარა მუხლი მივარტყი და მებეჟა, ეგ არაფერი არ არის რა. მანქანით ეგრე რომ მოვიდეს. ალბათ ვერა გაწყობს ვერავი. ხო, ძალიან მაგრად დაზიანდა. კი. ხო, ეხლა რაც შეეხება დღევანდელი დღის დარჩენილ გეგმებს. კიდე ერთი გასვლა გვექნება, 3 საათზე დაიწყება შემდეგი გასვლა. სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი როგორი გასვლა იქნება, მაგრამ აი დათო გარკვევსი. ხო. აი და მე დავიჭრა. ლანჩი სამ წავიდეთ. ბიჭო, არმშია, მე კაცო, თქვენ ჭამეთ ახალგაზრდებმა, ჩემი თავი ჭირსაც წაუღია. ხო, აქ არის ძალიან მაგარი პოლარისი, პროერი, რომელიც აი სუპერ ბაგია, ძალიან მაგარი. ეს არის პოლარისის RZR ბაგების ზენიტი. ამის იქით რომ უკვე აღარ არსებობს ეგეთი. ნუ ფერიც ძალიან მაგარია და ნუ განიერია უფრო გადატრიალების რა თქმა უნდა ნაკლები შანსი აქვს ამას ამის გამო რომ განიერია. დაკიდების სისტემა, რაღაც ყველაფერი აქვს რა ამ ბაგს. აი შეკვეთისას ფსიჩკები რო ენიშნება ხოლმე, რასაც უნიშნავენ, ყველაფერი მონიშნა დამკვეთმა და არის ტოპ ბაგი. აი სალონში ჩაგახედებთ, მოდით. აი ესე გამოიყურება სალონი. კიდევ საინტერესო რაღაცეები მოხდა აქ. მაგალითად ერთ-ერთი რაც მოხდა არის ის რომ ჩვენთან ერთად ბაგი დადიოდა, კანაოში ჩავარდა და დაამტრია გიტარები და ეხლა მეორე ბაგზე ხსნიან ამ გიტარებს და გადააქვთ იმ ბაგზე რომელიც დაიმტრა. ძალიან დაიმტრა ეს ბაგი. ეს არის ის ბაგი რომელმაც დონორი ბაგი გახდა და მიცა ნაწილები რომ გადაიტანოს და ასპარეზობა გააგრძელოს და იქით არის ეს დამტრეული ბაგი და იმასაც გაჩვენებთ. აგერ არის მე პატრონი და პილოტი. ვიდეოს ვიწერ პატივცემულო, აბა რა ქენით, როგორ იფრინეთ? ვიტყვით ორი სიტყვით. ვიფრინეთ იმაში, კანაოში ჩავერჭეთ თავით ეგრევე და აი ეს ადამიანი თხოვნის? კი. ეთყობა ალბათ როგორც ნერვიულობს. არ ვიცი რა ქნეს. დაშალე, დაგიშალეს ბაგი ხო? ჩემი არ არის. არ მიკითხია ვაფშე. შეიძლება მოხსნათ ხო და კი როგორ არაო, ჩემი მაინც არ არის. ამ ადამიანმა გამიკეთა სხვათა შორის რადიატორი რომელიც გაფუჭდა.
მოკლედ აი ეს არის მეგობრებო, რალი, ეს არის სპორტი, ასე ვთქვათ. მეგობრობა გვერდში დგომა, როდესაც ადამიანებს ეხმარებიან, საკუთარ ბაგსაც კი შლიან, რომ იცენ ეს ნაწილები, სხვის ბაგსაც კი შლიან, რომ იცენ ეს ნაწილები. და თქვენ ვიდეოშიც ნახეთ გაჩერებულზე, რა ყველა გაჩერდა და გკითხა, რამე ხო არ გიჭირთ, რამე ხო არ გჭირდება, ზოგმა კანჩი გვათხოვა, ზოგმა თავისი კომპრესორი შემოგთავაზა და ეგეთი რაღაცები და ძალიან მაგარია რა, სხვა თუ არაფერი ამისთვის ღირს ეს ყველაფერი. მაგარი მომზადებული ხართ იმენა? ჩემი კარგი რა ხალხმა მატრია. მოკლედ ყველას ვინც რალიზე იყავით. უდიდესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ აგვიტანოთ, რომ დაგვეხმაროთ. 2 ლიტრები დავაგროვეთ ბენზინი. ბენზინი მომეც შეიტვალების ჭირია მეთები ყავ. TikTok live ქონდათ ბენზინი. ამა დავარტყათ ხალხო დავარტყათ. დავარტყათ ბენზინი 100 გრამი ბენზინი დაგირთხათ და დონაციები მოაგროვეთ. ნიკა ხამუთები მომიტანე რა წესია? მე გადავები ბიჭოს საწვავს ვასხავ. აუ. დააჭდა მოკალათ და ეს ხო დამკარგა კიდარა. ამასობაში საღამოს გასვლის დროც მოვიდა. ეს იყო ბოლო გასვლა, რომელიც მთავარი იყო შვიდობით ჩაგვემთავრებინა. მორჩით ახლა უკვე რალის, ჩვენ გასვლა აღარ გვექნება, დავასრულეთ და სანამ ახლა გადავალ უკვე შემდეგ ეტაპზე, რომელიც არის რომ ჩამოვივლი ხალხს და ლაპარაკები გაჩვენებთ ვინ როგორი არა, ვინ რა მდგომარეობაში დაბრუნდა, რაღაც ინციდენტებიც იყო, მაგას მოგიყვებით და ბოლოს უკვე დაჯილდოებას გაჩვენებთ, მანამ მინდა ერთ რაღაცას შევეხო. ვიდეოში შეიძლება ესე კარგად არ აღიქმება, მაგრამ ძალიან სერიოზული ავარია მოგვივიდა. რომ არა უმაღლეს დონეზე მყოფი უსაფრთხოება ტრანსპორტში დიდი ალბათობით ჩვენ სერიოზული დაზიანებებით დავასრულებდით გუშინდელ დღეს და შედარებით პატარა, მაგრამ მაინც ალბათობით ფატალურობის ალბათობაც იყო, მაგრამ იცით რა არის მნიშვნელოვანი, რომ გვერდულად კი არ გავაკეთეთ სამი სალტო, ჰორიზონტალურად გავაკეთეთ სამი სალტო, ესე რომ მოვდიოდით, აი ესე გავაკეთეთ სამი სალტო. თქვენ ახლა დაფიქრდით და გაიაზრეთ, რამხელა ინერცია გქონდა. და ამ ყველაფერს დუგებმა გაუძლო. კარკასი ისია გაკეთებული, რომ არ ვიქანავეთ, ბევრი ერთ ადგილზე დავფიქსირდით და გადავრჩით. და გუშინ ვიძახდი ამას ბევრჯერ ვთქვი და დღესაც იმას ვთქვი, რომ შვილს ბაგი რო დაჭირდება, ალბათ ამას უყიდი რა. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ღმერთის პირველ რიგში, რომ გადავრჩით. მე ყველასი ვინც ამ ივენტზე არის ჩართული და ამ ბაგის გამოშვების დიდი მადლობელი ვარ, რომ გადავრჩი. ძალიან უსაფრთხოა ეს ყველაფერი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გაუთამამდე რა. ვიდეოში ჩანს კიდეც რომ ისმის რომ ვიძახი რომ რატო გავდივართ უკვე, იმიტომ რომ ამ ბაგზე არაფერი არ ვიცი და იმასაც კი ვამბობ რომ მუხრუჭზე არაფერი არ ვიცი, მუხრუჭზე როგორ იქცევა ეგ არ ვიცით. და თქვენ დაინახეთ შედეგი ფაქტობრივად რა დადგა. რო გავიაზრე და მადლობელი რომ ვარ რომ არაფერი ვჭირს, ეს მინდოდა დამაფიქსირებინა და ამეხსნა. ახლა უკვე მოდი გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. აქ ხალხს ჩამოვუვაროთ, ნახოთ ვინ როგორ დაასრულა, როგორ დამთავრდა დღევანდელი დღე. და სხვათა შორის ეს ადამიანი მე რო არა, დღეს კაცმა არ იცის სად იქნებოდა რა. მაგრამ მე გადავარჩინე. ხო და მოდი ახლა გავიაროთ, ნახოთ როგორ დამთავრდა დღევანდელი დღე და საღამოს უკვე დაჯილდოებასაც
გაყურებინებთ რა მოხდება, როგორ მოხდება და ვინ რომელ ადგილს აიღებს. შენ სანამ რალი დაიწყებოდა, გქონდა პრობლემა, ზეთი ამოქონდა ფილტრში, იმიტომ რომ პატარა ინციდენტი შეგეხვდა მანამდე და გასწორდა ეგ მერე თავში, ხო? კი, გავრისკეთ, გამოვედით და გამოსწორდა ეგ ინციდენტი, მაგრამ მე დაგვემატა სტარტის დღეს არ დაიკოქა მანქანა, ბაგი. რატო? გუშინ ხო გაგვიცდა და მაგითო 10 წუთიანი ჯარი მოგაქვს. კომპიუტერის მართვის ბლოკის რაღაცა დაიწვა. ის შევცვალე და დღეს მოვახციეთ დილის 4 საათზე გამოსულებმა, 8-ზე მოვედით. კაი, აბა შენი წარმატებები და ხილად და წარმატებები. ჯიგარი ხარ. აი რაპტორიც მოვიდა, სხვათა შორის ეს არის ნამდვილი რაპტორი. ის ძველი ატმოსფერული ძრავით მე რომ მევასება. კაცური რაპტორი. როგორ ახარ? ძალიან ცუდა. რატო რა მოხდა თქვენი მოხევი? მოგვერც თვალს ვერც ფეხს რა. მოიცა იქ რო დაიმტვერი მაგის გამო? პროსტა დავიღალე უკვე ბოლოს, რა 120 მოდივით და მეძინა, მეძდა სტუმარსაც და გზა საითა და რას ამბობ მოიცა რა, ამძა და რაღაცები ვაღვიძებდი ეს ეგრე ვიყავ. როგორი არის გადაწყობილი ბაგით? კარგად ვიარეთ. რა ზვალი რამე არ შევწყვეტ. არეული იყო, მაგრამ გრუნზე ასატანი იყო ის რა. როგორ ფიქრობ დრო რა გექნება? დრო სპეცმონაკოდზე მე მგონი ყველაზე კაი მქონდა, მაგრამ საერთოდ აზრი არ მქონდა, იმიტომ რომ არა, ამას 20 ქონდა, ამას 10 ნახევარი ქონდა და მე 10. მაგრამ გონდი შეგაქ მოგებული ხო? ხო, ჩემი აზრით ეს სამი არის ეხა ის ვის შორისაც საღამოს ჭიდაობა წავა. მაგას ვნახავთ ყველაფერს გამოქვეყნდება. მაგას საღამოს ნახავთ გავიგებთ. რა უნდა გითხო? 130-ით რო დაფრინავ ამ იმაზე გზებზე. ჯერ ერთი 130-ით რატო დადის ეს ბაგი პირველი შეგმაინტერესებს. 138-ით მოდიოდი ბოლოპრიამი. იმიტომ რომ აი რო დაჯდები ქენემზე და გადმოჯდები პოლარისით და მიხვდები მე შენც. გასაგები. კაი, აქ BMW Mercedes-ი ხო ამ მანქანებში რა, აქ არის ჟიგული Mercedes-ის ბაზარი უფრო არის ვიდრე მე. რატო არ არის ხა შენი ბაგი ჟიგული, თლაც ჟიგული. ხო და რა ძრავია რა, რამდენი ცხენი აქვს და რა გაკეთებული? 0.9 ტურბოა, ძრავი მთლიანად გადაყოგილია, გადაწყობილია და დანასტროებული. რამდენს უბერავ? 1.7. 1.7? იქ ტრუბკა გამოყვანილი და რო დაჭირდება დავაი დაამატა. კარგი, ანუ რომ შევაჯამოთ რა, ესე იგი გადაკოკილი ძრავი გაქვს 1.7 უბერავ, პადვესკა გაქვს ოპტიმიზირებული და მე მეუბნები რომ პოლარისით უნდა გადმოჯდე. აი სტანდარტი, 5 წამს ვისუგებ. ეხლა მე წავალ კიდე სხვასაც გავესაუბრებ. იმედია მაგ მახავთ. გუგა, მოტოთი იყავი ხო? რომელი მოტოთი იყავი? ATM-ი 300-იანი ორტაქტიანი. რომელიც არ არის ამ რელიეფისთვის და ამ შეჯიბრისთვის, მაგრამ ნუ სხვა გზა არის. მოტოთი როგორი იყო ეს გზა? ნუ მარტივი გზაა რა. თავი არ დაიკარგო ჩეკპოინტები რა იყო, ისე მოტოთვის მარტივია. აი, მოტოებს რო გიყურებდით, ძაღლები იყო თქვენი დიდი პრობლემა და მან რა შვები? უნდა გადაუჭირო და გაიქცე? არა, ნელა ჯობია რომ გაიარო. არ გკმენენ რა. თავარია ნელა გაიარო, იმიტომ რომ ერთი ხონდა მომენტი, როცა წინგი დგება. და თუ დაიჯახე შეიძლება წაიქცე. და ჯობია ნელა გაიარო. ეს მოტო იმენა ამისთვის ყავს თუ ზოგადად ყავს და აქაც ეს იხედა? მოტო ყავს ჰარდენდუროსთვის მაგალითად. ჰარდენდუროსთვის. და რატო არ არის აქაურობისთვის შენი მოტო? ტრაფი სიარულისთვის არა. ოკეი. ხო, მაგრამ აქ სრაფსე მეტად გამოცდილება ფასობს და არ დაიკარგო ფასობს. გააჩნია რა, თუ ვიღაცა ასევე სხვა შეჯიბრის მონაწილე, რომელიც ასევე არ დაიკარგება და თქვა 4 ტაქტიანი მოტო ყავს რაღაცა მაღალი კუბატურის და მეტი ცხენისწალიანი, აუცილებლად გაგვიყვარს. ამიტომ სისტრაფე ც მნიშვნელოვანია. კაი, მადლობა დიდი და წარმატებები. მოდი გითხარი 1-2 სიტყვა როგორი არის? რა, კარგადვი არის, არ ვიცი. მე მგონი კარგადვი არის, შეგეხსოვდები რა. რითი ხარ გმაყოფილი და რითი უკმაყოფილო? ეს ერთი აი დინით რო დავისწარტეთ. შუშა რო არ მეყენა წინ რა, ძალიან გავწვალდით იმ მოიცა მე დააყენე შუშა? არ მიყენია, არც ხარ წერია, უბრალოდ შუშა რო არ მეყენია ამ ბაგიზე, რო დავისტარტე ეს სველი ბავახი სუსახეზე მეცხრეოდა საბურავი და გამოსული წვეთები რა და აი მაგან დავტანჯა რა, აი ნაჭრები გოგეს და იმენა სულ. ხო, მაგრამ ხო იზახდით რომ შუშა არ არის გამართლებული ასეთ სიტუაციაში? შუშა არ არის გამართლებული, მაგრამ აი ეგეთ სიტუაციაში როცა უბრალოდ წყალგესმევა და გაქვს იმის საშუალება რომ გადაწმინდა, მაგ შემთხვევაში კი რა თქმა უნდა. მაგ შემთხვევაში გამართლებულია? ტავახია და უკვე დამოკიდებული ხარ მხოლოდ იმ საწმენზე ხო? ყოფილა შემთხვევები რომ ფუჭდება და მე უკვე რჩება ტალახიანი შუშა. ერთი ვარიანტი ის ფეხით უნდა გაიტანო ის. შუშა? შუშა ხო. და რა უნდა გითხო ეხა? ეს ბაგი არის შენთვის ახალი შენაძენი. პირველი შეჯიბრია ამ ბაგით ხო? შემდეგი რა იქ რომელი შეჯიბრი გელოდება ამით? თუ არის ჯერ? არ ვიცი, ჯერ ესეთ გარკვეული არ ვარ. ამ სიტუაციაშიც კი
აი ხლა შენთვის პრიორიტეტი გახდა რომ ამითია რომ ხოლმე ისე მაგრა გისორდება? მოტოს რო შევატო რა? ხო. არა. თუნდაც. არა, მოტო ვაფშე. აი ხო ის მაგრა დასწორებს, აი ძალიან მაგარი ადრენალინის, აი ესეთი მაგარი წყარო, სამ ბაგის დავჯერებოდი, მეგონა რომ დრიფტი იყო, მაგრამ აი ბაგიზე რო დავჯერხე, იმენა დრიფტი ძალიან ჩამოიშო, გადავდი ეგრე დავაყენე ის მანქანა და მოტო კიდე არის იცი როგორ? აქ ხო ბაგის ჩაჯექ თავისუფლება ხო იგზენი, ანუ წინაღობები რო ვერ გაჩერებს და რაღაც აი გადადიხარ, ადიხარ, ჩადიხარ. აი მოტოზე საერთოდ მაგაზი არ ვფიქრობ, წინაღობა თუ არსებობს, ესე იგი უკეთესია. ბიჭო, აი ხა შენ ხარ ადამიანი, რომელიც 2 მეტრიან თხრილს ახტება მოტოთი, ისე ტრამპლინი არ ჭირდება. ეგ გასაგებია. მაგრამ ბაგისაც ხო გაატარებ ოდესმე ისე როგორც მოტოს ატარებ. მე რას ფიქრობ? მე უკვე არის. მე რო გავატარ, მაი მე სულ იმას ვიძახე, დამწყები რო დავსვა მოტოზე და დამწყები რო დავსვა ბაგიზე, ბაგის ტიპი ბევრად უფრო მაგათ გაერთობა ვიდრე მოტოციკლზე. იმიტომ რომ მოტო მაინც გინდა არ გინდა ენდურომით უმეტეს არ კომფორტულად უნდა ჯერ ამუნიციის ჩაცმას და გახდას უნდა 1.5 საათი ხო ისე გამოსწორება გავს. მე უფრო მეტად არ ხარ დაცული ვიდრე ბაგაში ბევრად დაცული ხარ რა დუგებში ჯერ. ხო, შენ კაი რაღაც თქვი გუში რომ ბაგზე როზი ხარ არ ნერვიულობ ხო რა და მოტოზე მაინც ნერვიულობ. გინდა არ გინდა ნერვიულობ და ტრავმებიც რო აიღო ეხა ბაგის ის ტრავმა თითქმის არავის არ აქვს, აი იშვიათად და მოტოციკლზე კი ყოველ მეორეს ელემენტარული პატარა ტრავმა მაინც აქვს რა. ხოდაშორის შემაყურებელმა ვინც არის ეს ადამიანი, ჩემი აზრით არის ენდუროს საუკეთესო პილოტი. ნუ სამი ადამიანი თუ არის პირველზეა ჩემთვის, მაგრამ ნუ სამი ადამიანი თუ არის ტოპ 3-ში არის. ენდურო მოტოციკლეთის. და მაგიტომ მინდა ხა გითხო რა, ნახე, გუშინ და დღეს შევამჩნიე რომ მოტოციკლეტები უფრო ნელად დადიან ვიდრე ბაგები. შენი აზრით, შენ რომ მოტოციკლეტით იყო და ვიღაცა ტოპ ბაგის მზღოლი, რომელი უფრო სწრაფადივლით ამ გზაზე. სწრაფი იქნებით ამ გზაზე. ბაზარი არა, გადავიღოთ. შენი აზრით ბაგებში, შენი აზრით ბაგში, რომელი გაგიწევს პირწონობას. შენი საპირწონე ბაგის მზღოლი ვინ არის საქართველოში? რა, ჯერჯერობით მე ვიგებ შეჯერეს და მეორე საგადოს გადავხედეთ. შენი აზრით ზუკა გაგიქაჩავს? ზუკა უნდა გამიქაჩოს კი. 4 მონაკვეთი რო ავიღოთ და მონაკვეთებს შორის სიჩქარეები რო დავთვალოთ, ვის უკეთესი დროები ექნება რა. შენი აზრით აჯობებ? 90% მგონია რომ კი. აი ზუკაც მოდის. თან მოდის გადატენილი. შანსი არ არის რამე დაგითმოს. ზუკა სერიოზული ჩელენჯი დაგირთხა. როცა გინდაო, სადაც გინდაო. აი, რაც გინდაო. ნახე რა. საჩას და ვიცით ვისაც პრეტენზია აქვს, აგირვა 22. აი, მაშინ ესეთი კითხვა დავსვი ზუკა რა. ნახე. შენი აზრით მეთქი რა, რალი რო ვიაროთ, როგორც WRC-ზეა თქო რა. საერთოდ აქვს წინას. კი და არის 4 მაგალითად მონაკვეთი. და ერთი მონაკვეთიდან მეორეზე რა დროში მიდიხარ, ეგენი რო ავითვალოთ და მე საბოლოოდ საუკეთესო გამოვიყვანოთ რა. რომელი უფრო სწრაფი იქნება, შენ ბაგით თუ ეს მოტოთი? მე ბაგი თუ ეს მოტოთი გააჩნია ბაგს და გააჩნია მოტოს. შენი ბაგით. ან საუკეთესო ტექნიკები. საერთოდ მოტოციკლეტი უფრო ჩქარი იქნება. ეგრე გონია მაინც? დამხმარე ბიჭები აი არა, დამხმარე რა შუაშია. 5 წლიდან გავიზარდე ენდუროზე და 15 წელი ვატარებდი ენდუროს და ამაზე კარგად ვიცი ის როგორ დადის და როგორ იქცევა. და პირდაპირ გეუბნები რომ პირველ სუბუქი და ჩქარი ტექნიკაა ის რა, იმიტომ რომ იმით ავი 130, 140, 140, როზე უბერა აი როგორც არაფერი და ამით 140 რო უბერა მოიცა ერთი წამით ერთ-ერთი ტვიში გაერორდა. რა გინდა თქვა რომ დღეს რო გზაზე ვიარეთ, მან შენ მოტოთი რო გაგიშვა 140 თივლი? მოტოთი 140 მან დივლი. 140 ვერ იარო, მაგრამ არა, კონკრეტულად ივლი? მე კი. მე კიო. მეც ვივლი, მაგრამ გახელს ვერ ვაჯობ. არა. მოიცა მართ აქ 140 თუ ივლი? აქ არა, ანუ აი და ნახე, აი აქ ხო დაგრეული გზაა, აქ შეგეძინე რომ ჩვეულებრივად აი სანა ანუ გაცილებით სტაბილური ტიპია და ბევრად სამართვა, იმიტომ რომ სუბუქია და ისე ზიხარ უფრო და ის. ერთი კითხვა, ჰაერი ხო გიჯახება მაგ დროს? არა. აეროდინამიკა ბევრს არაფერს არ გისურვებს დამიჯერება. შო, კაი, გასაგებია. ანუ შენ ცეთახმები და ჩელენჯი მანდ არ გამოვა, რო? ანუ მოტო ბაგი ერთმანეთთან ცოტა ისეთი მომენტია, ხო, ტოპ სპიდი მაიზამენტი სხვაობა არ არის, თითქმის თანაბარი აქვს მავერიქს და პირობითად. კარგი, მადლობა დიდი ხალხო. მზის ჩასვლიდან დაახლოებით 9 საათში გვითხრეს რომ დაჯილდოება იწყებოდა და სცენასთან გადავინაცვლეთ. გამარჯვებულები გამოვლინდა 4 კატეგორიაში: ავტომობილების კატეგორიაში, მოტოციკლეტების 2 კატეგორიაში და ბაგის კატეგორიაში. ავტომობილებისა და მოტოციკლეტების კატეგორიებში ცალსახა ფავორიტების იყვნენ გამოკვეთილები და შედეგები დიდად არავის გაგურვებია. მაგრამ რაც ბაგის კატეგორიაში მოხდა, ყველას გაუკვირდა. დავით ლუცუბიძე, ნიკა აბაშიძე. ვალერი ნადირაშვილი, დავით მიქავა.
გიორგი ლაფაჭი და გიორგი კაკელოვი. ეს ვილოცავ. მადლობა. გადაიტანა ჩემი ადრის ვერ შეიძლება არავის არ უხარ. ახლა ამ ვიდეოში უკვე მართლა ყველაფერია. არავინ რო არ მოელოდა. ვილოცავ. შენ გამსახურება ეს. ომარა შენი სწორად ნაკანახები ძები. ამას ჩვენ ვერ მოვიგებთ. ყოჩა. ამას რა ძალით ავავს, არა? ეს კადრისთვის და კადრის მიღმა? ხო. ეს რა შაბათკვირა იყო. ამ ორ დღეში ყველაფერი მოხდა. მაგარი სიარული, დიდი მოლოდინები, უდიდესი იმედგაცრუება. ბევრი თავგადასავალი და მოულოდნელი დასასრული. მაგრამ აქ ყველაზე მთავარი ეს არის. ყველაზე მთავარი იყო გარემო. ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობდნენ, ჯგუფებად ისხდნენ, მიირთმევდნენ, რაღაცეებს განიხილავდნენ, ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. კი, მეტოქეობდნენ, მაგრამ მაინც ერთმანეთს ეზრუნავდნენ. მთელი ორი დღე ისე გადის, რომ ორიენტირებული ხარ მოიგო. მაგრამ როგორც კი აღმოჩნდება, რომ ვიღაცას შენი დახმარება ჭირდება, მაშინვე ყველაფერი გავიწყდება და შენში ის ადამიანი იღვიძებს, რომლითაც ასე ამაყობ. ალბათ ეს არის რა არის ყველაზე მთავარი ღირებულება.